და რა კი ყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, ანუ ტრანსცენდენტული შემოვიდა ჩვენში, იესო ძე ღვთისა, მტკიცეთ მივდიოთ ჩვენს აღსარებლობას, ანუ ჩვენი ცოდნა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, ამას მტკიცეთ მივდიოთ. მტკიცეთ რატო? იმიტომ რომ აი თუ დუნეთ მიდევ, ეშმაკი გამარცხებს. საკუთარი თავის გამარცხება, მტკიცეთ, უკან დაუხევლად. სისხლამდე წინ უნდა აღვდგეთ ნებისმიერ წინააღმდეგობას, რაც მის მიმდევრობას ხელს უშლის ჩვენში. ისეთი მღვდელმთავარი როდი ყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებაში. ანუ ეს ცივი საიდუმლოების აღსრულებელი კი არ არის, ხო, კარგი მიპატიებია, აი და რაც ჩამოვთვალეთ, ეს მე ოხი ვარ შენი, არამედ თანაგვიგრძნობს. და რატო თანაგვიგრძნობს? და ეს თანაგზნობა იმდენად ძლიერია, რომ მამამ ძეს მისცა ჩვენი განჯის უფლება მთლიანად ძეს გადააბარა. რაღაც ესია. რა თქმა უნდა, მამაც განგვიჯის, თავისთავად ცხადია, მამაძე ერთი ღმერთია, მაგრამ აი პიროვნულად ძეს გადააბარა. ეს ჩვენ სანუგეშოთ მოხდა ეს. რატომ? იმიტომ რომ თანაგვიგრძნობს ჩვენს უძლურებაში. რატომ თანაგვიგრძნობს? იმიტომ რომ ჩვენსავით გამოცდილია ყველაფერში. გარდა ცოდვისა. პავლე მოციქული დააზუსტებს. ჩვენსავით გამოცდილია. იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან ხშირად იმიტომ ვცოდავთ, რომ სულმოკლებას ვიჩენთ და სულმოკლებას ვიჩენთ იმიტომ რომ ანუ წინასწარ ბოროტებით რაღაცას კი არ შეიძლება არ ჩავდივარ, მაგრამ სულმოკლებას ვიჩენ. მომშვიდა, მომწყურდა, მეტკინა, შემეშინდა, მაცდუნა, ყველაფერი გაიარა ქრისტემ. ქრისტეს ეშმაკი სულ აცდუნებდა. სულ აცდუნებდა, მარტო იქ კი არა უდაბნოში რომ გამოცადა, სხვა დროსაც. მან იცის ეს. მართალია მაგალითი მომცა, როგორ უნდა დაამარცხო, მაგრამ ჩვენ სუსტები ვართ. გესმით? ანუ ყველაფერი იცის ჩვენ, რაც გვაწუხებს, რაც გვტკივა, მისთვის უცხო არ არის. ამიტომ თანაგვიგრძნობს. მტკივა, მასაც ტკიოდა. უსამართლოდ მეკცევიან, მასაც ესე ეკცეოდნენ და თუ ტკივილის და უსამართლობის და შიშის გამო რაღაც შემეშალა პატიებს ამას. ასე რომ თამამად მივიახლოთ მადლის ტახტს, თამამად, ანუ არ შეგვეშინდეს, არ დავვკოლდეთ ჩვენი ცოდვების გამო, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი, დროული, არა შეწევნისთვის, არამედ დროული შეწევნისთვის. რატო დროული? რატო არ წერია მადლი შეწევნისთვის მივიღოთ, არამედ მადლი დროული შეწევნისთვის, იმიტომ რომ დრო ცოტა გვაქვს. არ უნდა გადავდოთ ჩვენი ცხონების საქმე. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ბევრი დრო გვაქვს, ჩვენ დროს საერთოდ არა გვაქვს.